ინტერესებს რანაირად შეიძლება კოცების მდგომარეობა შევაფასოთ გაუმჯობესებულად ან გამყარებულად მიუხედავად იმისა როგორია ოპოზიცია. რას აკეთებს ეს ხალხი ამას ვერ ვხედავთ. არა, ამას ვხედავთ, მაგრამ რა ჯობდა? ხო და მაგას უბრუნდებით. თქვენ როგორ ფიქრობთ? საქართველოს ჯერ ერთი დავიწყოთ იქიდან რომ რატომღაც ვატყობ ზოგიერთ ჟურნალისტსაც ზოგიერთ პოლიტიკურ პარტიასაც პირდაპირ ვერ ამბობენ ხშირად, მაგრამ აი გონიათ რომ მე ვიყავი რაღაცა ამის ფლაგმანი და მე გადავწყვიტე ყველას ნაცვლად თითქოს. ჯერ დავიწყოთ იქიდან რომ ეს არის აბსოლუტური სისულელე. ინიციატივა პირველი თქვენგან მოვისმინეთ. ჩვენ პარტიაშიც კი არ გადამიწყვეტია, მე არ ვიღებ. თუ ვინმე მარიცის ან საკუთარი გადმოსახედიდან, ან საკუთარი პოლიტიკური ლიდერების გადმოსახედიდან მსჯელობს, იმას შემიძლია უთხრა რომ მე და ზოგადად არც ერთი ლიდერი ჩვენს კოალიციაში არ იღებს გადაწყვეტილებებს ერთპიროვნულად. მით უმეტეს ფუნდამენტურ გადაწყვეტილებებს. პარტია პარლამენტში შესვლა არ შესვლის გადაწყვეტილება სულ მცირე იმ 19 ადამიანის გარეშე ვერ მივიღებდი, ვინც პარლამენტში გავიდა. და ის იმ ადამიანებში მხოლოდ 2 იყო, ვინც ხოხმანობდა. არ დავასახელებ თავის დავაცხადია. იმიტომ რომ ფიქრობდა რომ უნდა შესულიყვნენ პარლამენტში. მაგრამ ამ ადამიანებმა სხვა შორის მიიღეს ყველაზე გამბედავი გადაწყვეტილება და ყველაზე დასაფასებელი ჩემი აზრით, მათი პოზიცია იყო რომ ჩვენ მგონია რომ პარლამენტში უნდა შევდიოდეთ, მაგრამ რაკიღა გუნდმა მიიღო გადაწყვეტილება, ამ გადაწყვეტილებას ვემორჩილებთ. ეს აპლოდისმენტების ღირსი გადაწყვეტილება სწორია, ასე უნდა მოიქცეს ადამიანი. ყოველთვის აზრები პოლიტიკოსების ერთმანეთს, მათ შორის გუნდელებს ვერ დაემთხვევა, მაგრამ ის რომ ერთიანობა ასეთი გადაწყვეტილებების დროს მნიშვნელოვანია, თუნდაც შენდვლიდე რომ ეს არასწორია. ეს არის ძალიან, ასე ვთქვათ, როგორ გითხრათ, აი მომწიფებული პოლიტიკოსის გადაწყვეტილება. ყოჩაღ ამ გადაწყვეტილების მიიღებს. კიდევ ერთხელ ამბობ, არ ვასახელებ სახელებს და გვარებს, თუ ვინმეს უნდა თავად იტყვის ამის თაობაზე, მაგრამ რას ნიშნავს მე ვინმე არ შეუშვი? ან მით უმეტეს სხვა პარტიები არ შეუშვი? მაშინ თქვან იმ სხვა პარტიებმა რომ ჩემ გამო არ შევიდნენ. რატო დავემუქრე ვინმეს, ან რომს დავემუქრებოდი, ესეც საშიში ვარ თუ ანუ თან უნდა შესულიყო ვიღაცა, მაგრამ თან პირველები იყავით, ვინც თქვენ ეს პოზიცია დააფიქსირეთ და მე მოუწოდებდი დანარჩენებს ყველას. ეს არის იმ ტიპის გადაწყვეტილება, რომელსაც იმ წამსვე, სანამ ცხელია თუ არ მიიღებ, მე არავინ არ იცის რა მოხდება. მათ შორის ჩვენ შიგნით როგორ განვითარ, ჩვენ ვებრძვით ადამიანს, რომელიც ყველაფერს აჯანჯღარებს და აჯანჯღარებს ფულით. მე მაგალითად გულწრფელად გეტყვით, ამ გადასახედიდან სწორი იყო, ანუ ერთადერთი ამ გადასახედიდან კი არა. ყველა დროს, ყველა გადასახედიდან ჩანს რომ ეს იყო ერთადერთი სწორი. მხოლოდ ამას შეეძლო მოეტანა დელეგიტიმაცია. მხოლოდ ამას შეეტანა ქართული იქ რო შესულიყო ოპოზიცია, მაშინ. თორე ხა გახარია რომ შევიდა უკანმოდებლებული ლამპარივით, თან უკვე იმ დროს როცა ოპოზიციადაც კი არ twida არც ქვეყნის შეგნით, არც ქვეყნის გარეთ არავინ, ამას მნიშვნელობა აღარ ჰქონდა. ახლა იქ რო შესულიყო თავიდანვე ოპოზიცია, მორჩენილი იყო ამბავი. აი 20-20-ში რა შეცდომაც მოხდა 20-20-ში რომ გაეძლო ოპოზიციას 20-24 აღარ იქნებოდა უკვე ისეთი როგორიც იყო 20-24-ში რომ ვერ გაგვეძლო 20-28-ს იქნებოდა ისეთივე როგორიც იყო 20-24-ში სულ მცირე მე არა ვარ ეგეთი პესიმისტი მაგრამ სულ მცირე ის მაინც ვიცით რომ 20-28-ში ის ვერ მოხდება რაც 20-24-ში მოხდა სულ მცირე მე დარწმუნებული ვარ რომ დემოკრატიული არჩევნები იქნება მანამდე მაგრამ ყველაზე უარეს შემთხვევაში 20-28 ვეღარ იქნება ისეთი როგორც იყო 20-24. 20-24-ში რომ მოვტყუვდით პასუხისმგებლობა იმით მაინც ხო უნდა აგვეღო ამ მომრჩევლის წინაშე ჩვენ თავზე რომ პარლამენტში აღარ შევდივართ. ვეღარ გავიგე ერთი და იგივე ადამიანი როგორ უნდა მეუბნებოდეს რომ პასუხისმგებლობა არ აიღეს იმაზე რომ არჩევნები ვერ დაიცვესო და თან მეუბნებოდეს რომ პარლამენტში უნდა შევსულიყავი. ხა ან ერთს უნდა ვისმენდე, ან მეორეს ერთი და იგივე ადამიანისგან. ორივეს არ შეიძლება ადამიანი ამბობს. მაგ გადასახედიდან რაზეც ახლა დავსვი მე კითხვა, დღევანდელ რეალობაზე რა სიტყვით? არ ვიცი, გაუთანაბრებთ, არ გაუთანაბრებთ, დებატების თემა მინდა აქვე რომ შემოვიტანო, რომელიც შესთავაზა საზოგადოებას ქართულ
ხომ აუცილებლად და დაიწყო არ ვიცი ნახეთ თუ არა ორი იყო ეს დებატი ეხა იმედიც იწყებს ამ შაბათს ანუ არ ვიცი თანაზომადი არის თუ არა თქვენთვის ლეგიტიმაციას უტოლდება თუ არა ვთქვათ ამ დებატებში მონაწილეობა მაგრამ აი პოზიცია როგორია ამ დებატებზე ოპოზიცია უნდა დაუჯდეს მასში გეტყვით ჩემ პოზიციას და რას უკავშირებთ ამ დებატების შემოტანას იქ წავა არ წავასთვის მე არ მიმინიჭებია პირდაპირ გეტყვით რომ ეს დებატებაც საერთოდ არ მიმაჩნია თუ იგიწევენ უნდა დაფიქრდე რამე პრობლემა ხო არ გაქვს იმიტომ რომ იქ ეხა რეალურად ვინც იმას უზავს ხელისუფლების წარმომადგენელს რასაც ის იმსახურებს იმას იქ არ მიიწევენ ეხლა თქვენც ხო იცით დებატებში მიწვევის ტექნოლოგია რა არის ხო გასაგებია რა როგორც ხდება ეს ყველაფერი ამიტომ იქ რომ იგიწევენ იმაზე უნდა დაფიქრდე რატო გიწევენ ეგ ანუ ვისაც იწევენ ის არის სასურველი ფიქრობთ აბა სხვანაირად იქ ვერ მოხდება ოცნებისთვის ტელეკომპანია იმედი რომ ოცნებასთან სადებატო მეც მეღიმება ეხლა ამ კითხვას რო ვსვამ მაგრამ აზრი მაინტერესებს არ შეიძლება ხო გავექცეთ რეალობას ხო ანუ ხო დავიმალებით რეალურად ეგრეა ტელეკომპანია იმედი რომ კოცებთან სადებატოდ გიწევს ესე იგი მას გონი ხარ ან არაფრის მაქნისი და დებატებში განწირული ან კოცების აგენტი. მე კი არ ვიცი რომ შენ ხარ ესეთი ვისაც გიწევენ. იმედს და კოცებს რა გონიათ როცა შენ გიწევენ იმას ვამბობ, ხო? ამიტომ კარგად უნდა დაფიქრდე რატო გიწევენ. რამე შემთხვევით ხო პრობლემა რამე ხო არ შეგეშალა. ნახევრად ხუმრობით ვამბობ ამას, მაგრამ იქ მისვლით არაფერი არ იცვლება ჩემთვის პირადად, ხო? არ დელეგიტიმაციის პროცესი და ლეგიტიმაციის აქამდე არ დადის ბუნებრივია. ამის რისკის მატარებელი ხა ეს დებატები არ არის, თუმცა უცვლელად გეტყვით არ მესმის რა მოაქვს ამას, ვისთვის რა მოაქვს, ხო? რატო შემოიტანეს ეს საკითხი? როგორ ფიქრ? აი გარდა პოლიტიკოსისა შენ გადასარევად იცი, მაგალითად მედია მიმართულებით, რაზე შეიძლება იყოს გათვლილი, ერთ დღეს გამოდიან და ამბობენ რომ ჩვენ ხო შენ დაგაბრალეს. ეს ყველაზე მთავარი დამავით და დებატები რომ არ არსებობს ამ ქვეყანაშიო, ნიკა გვარამიას ბრალიაო და მე იმ დღიდან, რა დღიდანაც ეგ განცხადება გააკეთეს, ვამბობდი ეთერში რომ ხალხო მე მკითხეთ, მე მიმყავდა თქო ეს დებატები გვარამია რაშუაშია, მაგრამ აი რატომ შემოიტანეს? გეტყვი ჩემ დამოკიდებულება, ჯერთი ნუ ფაქტობრივი ტყუილს უნდა გავცე პასუხი რომ ნიკა გვარამიას ბრალია გაცილებით უფრო ადრე წავიდნენ დებატებიდან ვიდრე მე ეთერში დავჯექი და მართალ გითხრათ იმიტომ დავჯექი ეთერში რომ ყველას ეგ პრობლემა გაქვთ ხო ჟურნალისტებს მეც ეგ პრობლემა მქონდა ჩემს არხსაც რომ ვის ერთმანეთს ველაპარაკებით უკვე ტრიალებს ეს ყველაფერი ხო მედიატორი შენ აღარ ახარ დებატების იმიტომ რომ ხარი არ აქვს ორი და ოპოზიცია ვაჩხუბოთ ერთმანეთში ნუ ყოველთვის ეს შეიძლება არ გინდოდეს და არც გაინტერესებდეს ხო ოპოზიციის წრეც მეტად დავიწროვდა რა თქმა უნდა, მაგრამ ნუ ხელისუფლება მეს გააკეთა შეგნებულად. რამდენიმე მიზანს ისახავდა ეს პირველი ძალიან სუსტები არიან და რაზე უნდა ილაპარაკონ. ანუ ყველა ეტაპზე ჰქონდათ უმძიმესი პრობლემები და გამორიცხული იყო რომ მათ დებატები ხელისუფლებასთან. ხო, მაგრამ ეხლა რატომ გადაწყვეტ? ხო, გეტყვი. მეორე რის გამოც გააკეთეს თავის დროზე ეს არის სოციალური იზოლაცია. ბიძინას ხო ეს ხალხი იზოლირებული ყავს. ჩვენ ხო არც ვიცნობთ კოცებს წესიერ, უკვე ვეღარც ვხედავთ. საზოგადოებაში ქუჩაშიც კი არ გამოდიან, რა ვიცი, ბარში და რესტორანშიც კი ვერ შეხვდები, ანუ ვერსად ვერ შეხვდები, ამ ხალხს ვერ გადაეკვეთები. და ეს იზოლირებულები არიან, რა, ანუ ჟურნალისტს რო ეკონტაქტება თუნდაც აგრესიულად, პოლიტიკოს რო ეკონტაქტება თუნდაც აგრესიულად, იმისთვის მაინც ფასეული ხდება. აი, ბოლო-ბოლო მელიას იმპიჩმენტზე თიც ვერ მიაჭერდა ესე გახსნილად ხვდებით, ანუ ესე მარტივად, ხო? ანუ კომუნიკაცია რო გაქვს, უკვე რთული ხდება რაღაცეები. აი, ზუსტად ამის ჩაჭრა იყო საჭირო და ამიტომ აღარ დადიოდნენ კოცები დებატებში და თეადეშოს მე ვაგინე ეთერში ნიკა გვარამია იყო თუ კახაკალაძე და რუსტავიორის ეთერში კახაკალაძე და ირაკლი კობახიძე იყვნენ აქედან რო აგინებდნენ და ვიღაცა გახსოვთ ესე რო ისხდნენ და თეამ შეკითხვა რო დასვა და საშინელ პირდაპირ ეთერში რო აგინეს ხო ამის მერე წავიდნენ ისინი რეალურად დებატებიდან და თავი მოიჭრეს ჩვეულებრივად და ოღონდ დაბრუნდნენ რაღაც დროს და დაბრუნდნენ ჩვენთან თქვენთან და ჩვენთან გიორგი გაბუნიასთან და ჩვენთან დაიწყეს მხოლოდ 3 კვირა გავქაჩეთ ეს რეჟიმი მერე იყო 5 ოღონდ მაშინაც ითხოვეს რომ იმ შენობაში სადაც დებატები იქნება გვარამია არ იყოსო და კი ზუსტად ესე და ხო რა ვიცი ხა რა ვიცი
ჯოხით გამოვეკიდებოდი თუ ის ეშინოდათ, მაგრამ არ ვიყავი ისედაც, იმიტომ რომ სხვა შენობაში იყო დებატები, მაგრამ თვითონ მე გაიქცენ მე იქიდან კიდე ერთხელ, ხო? რატო დააბრუნეს? მე ვიცი მთელი ის, ასე ვთქვათ, არსენალი, რომელსაც როცა საერთაშორისო თანამეგობრობა პრეტენზიებს უყენებს, ეს არსენალი არის ციხეში ყოფნა ოპოზიციონერების, საარჩევნო კანონმდებლობა, კანონების გაუქმება, რაც მიიღეს და NGO-ებისთვის თავის დანებება და დაბრუნება ტელევიზიებისთვის თავის დანებება და მათ შორის, ხა თქვენ ხო მათ ხელიდან უკვე მკვდარი ხართ. ბიძინა რომ ასე კარებს არ ხურავს იმედის მწარე გამოცდილებით, ეს იმას არ ნიშნავს, რომ თქვენ არ ხურავთ. თქვენ ფინანსურად მოკლულები ხართ, ეხა ჩვეულებრივად, ხო? ეს სხვა შეიძლება ვერ ხდება, მაგრამ მე ტელევიზია, როგორც ტელევიზიის ყოფილი თანამშრომელი რომ უყურებ იმ წუთში ხვდები ხო რა ხდება, მაგრამ რეალურად ერთ-ერთი არის დებატებში დაბრუნება. ყოველთვის იყო და ეხლაც არის. ხო, მაგრამ არ გადაწყვეტეს რომ ამ არსენალშლიად მათ ურთიერთობებს აჩვენებს გრძნობელობას, რომელიც ამ გრძნობელობის პირველი ნაბიჯია, ხო, ჩვენს ეს დათმობაა. ამის მინდა რომ ეს განგიმარტოთ, რომ ამ არსენალიდან ყველაზე ნაკლებად ტკივნეულად რაც ჩათვალეს თავისთვის იმაზე დაიწყეს პირველი რეაქციის ჩვენება. სხვა შორის თუ დააკვირდებით, ეს უკავშირდება აი ამ რაღაცა ვიზიტებისებურ გამარჯვების ხელის ჩამორთმევებს, იქ დარსანიას თუ რაგვარია დარსალიას სადღაც წასვლა, ეს ყველაფერი ერთად ტრიალებს ამ მიმართულებით, ხო? იმედიდან რუხაძის გაწევა არ არის ეგ შემთხვევითი ამბავი და არც რუხაძის ტექსტი არ იყო, არც რუხაძის ტექსტი არ იყო ბედნიერებით სავსე, აიქაც შეიძლება და ამოკითხვა უფრო მეტი მე საერთოდ არ ჩავთვალე მისი განცხადებით, რომ ეს მისი სურვილი იყო, სასაცილოა პარტნიორებმა მითხეს, რომ გვაზარალებს და წავედით. პირიქით ჩანდა წყენა. ხო, ამაზე მე დაგისვა მკითხვას, მაგრამ ანუ ფიქრობ, შემთხვევითი არ არის ორივე მსხვილი ბანკის მენეჯმენტის შეცვლა, შემთხვევითი არ არის არც ეს, იმიტომ რომ ამ ორი ბანკის მენეჯმენტის შეცვლა მოხდა დიდი ბრიტანეთიდან. ეს არ არის შემთხვევითი ამბავი, იმიტომ რომ სამწუხაროდ ორი ქართული მსხვილი ბანკი შემჩნეულია და სამართლიანად არის შემჩნეული ქართულ ოცნებასთან ძალიან ცუდ თანამშრომლობაში. ძალიან ცუდ თანამშრომლობაში. რა თქმა უნდა, იმის სანაცვლოდ რომ ძალიან ბევრ ფულს აკეთებენ. ამ ქვეყანაში ისეთი შემოსავლები აქვს ბანკებს. მე არა ვარ ბანკების შემოსავლების მკვლელი და ამის წინააღმდეგი ზოგადად, რომ რაღაცა ეხლა არა ვარ ეგ ადამიანი, არც ყოფილ ვარ არასდროს და მათ შორის სხვა შორის მთავარახთან დაკავშირებით დაძაბულობა პირველი იყო ბანკებთან დაკავშირებით წარმოშობილი, მაგრამ მაგას ხელი არ შეუძლია, ეხა იმ ბანკზე რომელზეც მე არ გამიკეთებია ეს, იმიტომ რომ მათი ოჯახის წევრი ყოფილიყო თქვენი მთავარი პარტნიორი ამ არჩევნების. არა, მე არ ვიხილავ ესე ოჯახის წევრობით, მაგრამ მთავართან მიმართებაში რა ბანკიც ახსენეთ მაგას გულისხმობ. ანუ ბანკებზე შეტევა იყო ერთ-ერთი უთანხმოება, რომელზეც ჩვენ არ წავედით თავის დროზე, იმიტომ ზოგადად გონია რომ ბანკი ძალიან ფუნდამენტური მნიშვნელობის რამ არის ეკონომიკისთვის და ასე ბანკები ხელწამოსაკრავი შეტევა ბანკებზე არ მგონია, მაგრამ აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ ბანკებმა პოლიტიკაში თვითონ ჩაყვეს ცხვირი და ჩაყვეს ის ორი ფორმით. პირველი იმით, რომ ოპოზიციურ ტელევიზიებს უბრალოდ ლარს არ აძლევენ. და სულელი არავინ არ არის, ყველამ ძალიან კარგად ვიცის რეიტინგი რა ღირს. და ტელევიზიას რეიტინგში რო ფულს არ უხდი, ეს ნიშნავს იმას, რომ პოლიტიკურ დაკვეთას ასრულებ, რომ ტელევიზიაში ოპოზიციაში ფული არ მივიდეს. ეს ძალიან კარგად ვიცით ყველამ. იმიტომ რომ რეიტინგი არის ვალუტა. და იმას თუ შენ აძლევ იმედს 10%-ში პირობითად 10,000 და ტელე პირველს 8%-ში არ აძლევ 8,000, ამას აქვს თავის სახელი, ეს არის პოლიტიკური თამაში. და მეორე, ეხა ბიძინა ივანიშვილის საფლავში რო ჩაყვალ ამის საქართველოს ბანკის ყოფილი დირექტორი და TBC ბანკის მენეჯმენტის ზოგიერთი წარმომადგენელი, ამას ვხედავთ ყველა, ამას ღიად ვუყურებთ ყველა. და ხო და იმ კაცზე რომ გითხარი მთავარი პარტნიორი იყო თქო საქართველოს ბანკის ოჯახიდან. მე არა ვარ მაგაცის დამცველი და არც ვიქნები არასდროს. ნიკას ამ შემთხვევაში არ გულისხმობ პირად. არა ვარ მის დამცველი, ბიზნეს ვინც არ უნდა ჩაყვეს საფლავში. საფლავშია მისი გზა, ოღონ პოლიტიკულში, რა თქმა უნდა. საერთოდ არ ვაპირებ არავის დაცვას. მე მაშინ როცა გილაური არჩიეთ როგორც პრემიერობის კანდიდატი და თავარი პარტნიორი თქვენი. შეკითხვები იყო, რა თქმა უნდა, ამასთან დაკავშირებით, მაგრამ ეხლა როცა ადამიანი გეუბნება, რომ ხო მე არა ვარ ჩემ ძმაზე პასუხისმგებელი და მისი საქმე, ჩემი საქმე, მათ ერთმანეთისგან დამოუკიდებელი. კიდევ ერთხელ მე არ ვაპირებ ნიკას დაცვას ამ ეთერში.
მე ვიძახი ჩემ პოზიციას მასთან დაკავშირებით. მესმის. თუმცა საწავი და შეკითხვები იმასთან დაკავშირებით რა იყო, როგორ იყო, ამას თვითონ უნდა გასცეს პასუხი. რა თქმა უნდა და თუ საჭიროდ ჩათვლის გასცემს და თუ არ გასცემს ესეც პასუხია გარკვეულწილად. აი მოდი მაგრამ დავასრულებ. ხო, დაასრულე. ეს არ არის შემთხვევითი პროცესები, ეს ერთმანეთთან დაკავშირებული პროცესებია. ამაში ღრმად დარწმუნებული ვარ, ბანკების მენეჯმენტის ცვლა, რუხაძის წასვლა და მათ შორის ეს დებატები რუხაძის წასვლაზე ცოტა უფრო მეტი თუ შეგიძლია მითხრა. არ ვიცი ეს უბრალოდ შენი შეფასებაა თუ რასაც იტყვი თუ ან რამე ინფორმაციას ფლობ რა მოხდა რატო ყველაფერი მე რაც ვთქვი რას არაკეთებდა რუხაძე ღარიბაშვილის არის ყველაფერი რაც მე ვთქვი მათ შორის დებატებიც არის წრის დავიწროების ინდიკატორები. ოღონდ ეს არის ინდიკატორები ასევე იმისა, რომ ამ წრის დავიწროებაზე დათმობებზე წასვლა დაიწყო რეჟიმმა. ანუ რაღაცა ბარტყების გადაგდება რეჟიმმა დაიწყო. ნუ ეხა ის დირექტორები თუ მენეჯმენტი გადააყენა ბრიტანულმა სამეთვალყურეობა საბჭოებმა, იმიტომ რომ ბრიტანულია ეს ორივე ბანკი, ყველაფერს თავი დავანებოთ და ხო არ გახსენდებათ ყველაზე მეც ვინ ხმაურობს ბიზნეს დასანქცირებაზე, დიდი ბრიტანეთი. და რუხაძეს რაც შეეხება, რუხაძისთვის ისეთი ტოქსიკური რამ არის იმედი. მეტი რო არ შეიძლება. სინამდვილეში რუხაძისთვის უმძიმესი რამ არის იმედი. საქართველოში ეს ამით იმარტივებს ცხოვრებას, მაგრამ გაგახსენებთ, რომ ის ამერიკის მოქალაქეა და ამერიკაში ანტიამერიკული კამპანიის მთავარი, ასე ვთქვა, დრაივერი, ანუ საქართველოში ანტიამერიკული კამპანიის მთავარი დრაივერი, რა თქმა უნდა, ტელეკომპანია იმედია და ამერიკის მოქალაქისთვის სხვა თუ არაფერი ეს საშიშია. და ამდენი ხანია არ აწუხებდა ეგ? ანუ როგორც ჩანს აწუხებდა, მაგრამ რა კახიკალაძე რატო იბრძვის იმისთვის რომ ამ ქვეყნიდან გააღწიოს? ესე მარტივი არ არის სისტემას თავი დააღწიო. ამაზეც გეტყვით, მაგრამ იბრძვის კალაძე რომ გავიდეს ქვეყნიდან. გარანტირებულად ციხეში მოხვდება ძალიან მალე თუ აქედან არ დალაგდა და აქედან არ წავიდა. გარანტირებულად ეს ყველა მიცის. ეს თქვენი სურვილია არ არის ჩემი სურვილი, საერთოდაც არ არის რომ კალაძე ციხეში იჯდეს და არც ის ქოცები რომლებიც ხედავ. მაგაზე მე უნდა თუ გინდა ვილაპარაკოთ, მაგრამ საერთოდ არ არის ციხეში ვინმე ჯდომა ყოველ შემთხვევაში ამათ მიერ ვინმე ჩასმა, იმიტომ რომ შეუძლებელია ბიზნე ივანიშვილი ვინმე სამართლიანად ჩასვავდეს ციხეში. მაგრამ ყველაზე უარესი არ შეიძლება ქვეყნიდან, რომ აუცილებლად ცდილობს ამაში ფულსიხდის, ამას ალაგებს, როგორც შეუძლია ყველანაირად. მათ შორის 4 ოქტომბრის ამბებშიც მისი ჩართულობა ამ მიმართულებით თვალნათელი იყო, რა ვიცი, რატო ვერ დაინახა ვერავინ. მოიცა ერთი წუთი. მერობის კანდიდატობაც მისიც მხოლოდ იმიტომ იყო, რომ უბრალოდ სხვა კანდიდატი, ვინც უნდათ ქოცებს, ვერ გაიმარჯვებდა, გულისხმობ ბატონ ტყემალაძეს და მაშინვე მოაყოლეს ამას საკანონმდებლო ცვლილება, რომ პირველი ვიცემერი მერის გადადგომის შემთხვევაში არჩევნებზე კი არ ახალი არჩევნები კი არ ინიშნებოდა, არამედ პირველი ვიცემერი მერის ვადის უფლებამოსილების ფარგლებში ასრულებდა მერის მოვალეობას. ან წარმოიდგინე არარჩეული ადამიანი კიდე 3 წელი პირობითად 1 წლის თავზე, 3 თუ გადადგებოდა მერი არჩეული, 3 წელი იქნებოდა ვიღაცა, რომელიც არ არჩეულა, არამედ დანიშნული იყო, იქნებოდა მერი. ეს ხო რას ნიშნავს? პირდაპირ იკითხება, რასაც ნიშნავს, ხო? ნიკა, გიგულავა გახსოვთ, რომ გადააყენეს, რა მოხდა, სასამართლომ რომ გადააყენა, რაღაცა პერიოდი იყო, ქალბატონი სევდია, მერის მოვალეობის შემსრულებელი, მაგრამ მე კანონი მოითხოვდა, რომ ახალი არჩევნები ჩატარებულიყო. და ამიტომ ჩატარდა ახალი არჩევნები და ახალი მერი იქნა არჩეული. უფრო ადრე ვიდრე ეს უწევდა ვადით. ამას ცულიდნენ ქოცები. მე შეაჩერეს ეს, მაგრამ ეს კანონპროექტი არსებობს და როცა უნდა მოიღებენ და კალაძის გადადგომის შემდეგ გააცოცხლებენ, რა პრობლემაა ღმერთო ჩემო. ამას ხო ხედავთ. ამას მე თუ ხედავდი ციხიდან ახლა შეუძლებელია რომ წინანდელ ნათქვამთან შეინებართვით კალაძის ჩართულობა 4 ოქტომბრის გეგმაში იყო თვალნათელიო. 4 ოქტომბრის გეგმაში არ გულისხმობ, აი ამ დიდ რაღაცა რა შუაშია კალაძე რომელშიც პირველ რიგში გულწრფელად ამაზე აი ხა ციხეში ვინძის ორგანიზატორები პირველ რიგში რაღაცა ტიპის ხაფანგში მე ამის ღრმად მჯერა
რაღაცა ხაფანგი დაუგეს და ამაში მოექცნენ ისინი, ხო? რაღაცა დაიჯერეს ისეთი ისი დაჯერებაც უბრალოდ არ შეიძლება. იმიტომ რომ კითხვას უსვავდი რომ მე ეგრო არ მოხდება ცხადია და მე რასაპირებ არა. ყველა ვარიანტში მოხდება, ყველა ვარიანტში გადმოვლენ ჩვენსკენ, მაგრამ კალაძე რა შუაში. მეც არ ვიცი, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ჩემი ახლო მეგობრები იყვნენ ამაში ჩართულები, ნუ ყოველ შემთხვევაში ერთი ძალიან ახლო მეგობარი და სხვაებიც, ვისაც ვიცნო პატივს წემ და აბსოლუტურად ეჭვი არ მეპარება მათ კულწველობაში და არც მოღალატეთ მივიჩნევ მით უმეტეს და ასე შემდეგ. ნუ რაღაცა მოხდა, რაზეც მოტყუდნენ, ხო, ადამიანები, ხო, შეუულებელია, ხო, ნუ ჩანს ეს. გამოუგნებელი იყო პასუხი. ყველა ვარიანტში იქნება ისე, როგორც ჩვენ კალაძე ხო ვიცით ვისთან ულაგებს ბიძინა საქმეებს, აი 7 სულთან ერთად რო იჯდა ისეთ ხალხთან. აი 7 სული ქურდის ამბავი ხო გვახსოვს კალაძის 2012. რატომ ახლა ხო ყველა მიცით. ეხლა მე ჩემი ლოგიკით უნდა ჩემს ლოგიკას უნდა მივყვე და პირდაპირ არ გინდა მითხრა. ძალიან მარტივად ჯანგველაძის საქმე არსებობდა. ჯანგველაძის საქმე არსებობდა, რომელიც არ დაალაგდა მანამ ვიდრე 4 ოქტომბრის ამბავი არ ჩავარდა. აჰა. ამის მერე ეს ამბავი დაალაგდა სამართლიანობა მიზეიმა ასე ვთქვა დაიჭირეს ისინი ვინც მართლა მოკლა ჯანგველაძე და პასუხისგებაში მისცეს ისიც კი ვის ვერავის ვერ წარმოედგინა ფარცხალაძე რომელიც ახლა გინდა მიუციათ პასუხისგებაში გინდა რა არავინ არ დაიჭერს რუსეთში ან თუ დაიჭერენ მოჩვენებითად დაიჭერენ და ვერავინ ვერ შეამოწმებს ახლა ის ციხეში ზეს თუ სადღაც იმათ დაჩაზე როგორც რუსები იტყვიან მაგრამ რეალურად ეს მოხდა ხო ეს ხო რაღაცის სანაცვლოდ მოხდა თუ მანამდე არ იცოდნენ ეხა რა იყო რომ კალაძემ დაალაგა იმათთან ვინც რაღაცა ფორმით იყო ამ პროცესში ჩართული ეს